როდის ითვლება ჭარბოფლიანობა პრობლემად? უბრალოდ ის რომ დისკომფორტს უქმნის ადამიანს ოფლიანობა, გონიათ რომ არის ეს ჭარბოფლიანობა და ჰიპერჰიდროზი. ოფლის უნი ნიშნავს რომ ადამიანი ცუდად ბანაობს. არა. რა თქმა უნდა არა. ყოფილა ხოლმე ხო ისეთი შემთხვევებიც რომ ბანაობს და ხო არ ექნება რაღაცა ჰიგიენა და დაიცვას არა თითქოს არ შველის, ვითო არ შველის. აბსოლუტურად მართალია. ბანაობს ადამიანი, წვალობს, იცავს ამ ნორმებს, მეტიც ემოციურად არის გადაღლილი უკვე ამისგან, მაგრამ ეგ თემა დგავს კлау ესეთ წესებში. კი, და ანუ ხეშად რო ვთქვათ, ნაგავი არის, ხო, რომელიც მალე ლპება და შესაბამისად ძალიან სპეციფიური სუნი არის. ოფლიანობა ნიშნავს რომ მეტაბოლიზმი კარგად მუშაობს. არა. მითია. ჭარბოფლიანობა ყოველთვის უკავშირდება ჭარბწონას. არა, მითია. მითია. დილით მიმოვიხილეთ. ძილი და ოფლიანობა ძალიან კავშირი არის ერთმანეთთან. თუმცა რეჟიმის დარღვევა რეალურად ოფლიანობის ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი ლაშა არის. უჩავა გეუბნება დაიძინეთ და ოფლიანობა ნაკლები. დაიმახსოვრეთ. მე უერთდები ამ ამბავს. ოზემპიკი როგორ მოქმედებს ორგანიზმზე? ძალიან ბევრს ეშინო და არათუ გამოყენება, არამედ საუბარი. ინექციებს იყენებენ სიმსუქნის მკურნალობაში. და ხო, აი რატო არა? სწორედ იმიტომ ატყდა მაშინ ისეთი ამბავი, რომ ყველას ვისთანაც შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა, ხო, ყველას ხელმისაწვდომობა ჰქონდა, რომ შეეძინა ეს ოზემპიკი და ექიმის დანიშნულების გარეშე თვითონვე ბევრი იყო ეგეთი დაიწყეს, ხო? რამაც გამოიწვია უამრავი გართულება. ყველაფერი სამკურნალოა და ყველაფერი საწამლავია. მთავარია ვიცოდეთ დოზები და მთავარია ვიცოდეთ ჩვენება. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა, მადლობა რომ უსმენთ და უყურებთ კოდკასტ. კოდკასტი იქნება თქვენთვის და თქვენთვის საინტერესო ეპიზოდებს ვცდილობთ რომ შემოგთავაზოთ. თუ ჯერ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, აუცილებლად მოიწონეთ, იმიტომ რომ სულ უკეთესი და უკეთესი ერთმანეთზე უკეთესი სტუმრები გვყავს, თუმცა ყველა ძალიან კარგი ერთადერთი და განუმეორებელი. აქვე წარმოადგენ კოდკასტის სპონსორს, ეს არის აჰავა. აჰავა არის ისრაელის მიერ წარმოებული კოსმეტოლოგიური საშუალებები, რომელიც გატესტილია წლების განმავლობაში. მას უწევენ რეკომენდაციას დერმატოლოგები. ის აწარმოებს თავის, თმის, კანის, სხეულის მოვლის საშუალებებს. ჩვენ ყოველთვის წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა პროდუქცია. ეხლა არის მაგალითად ოქროსფერი ხაზი, რომელიც რაღაც სპეციფიური მიმართულებისთვის არის გათვლილი, არის მამაკაცის ხაზი, არის ქალის ხაზი და რაც თავარი ეს ყველაფერი რეალურად რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ, ასე რომ აჰავას მადლობა სპონსორობისათვის. ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მივესალმები, ჩემს მეგობარს, კოლეგას, პროფესიონალს თავისი საქმის. ლაშა, მადლობა რომ კოდკასტში მოხვედი. მადლობა დიდი ძალიან რომ მომიწვე, იმიტომ რომ საინტერესო არის. სხვა ფორმატია. სხვა ფორმატი არის და მეორე რაღაცნაირად აი ეს გაცვლით ინფორმაცია შენთან ყოველთვის საინტერესოა. მადლობა მოსმისთვის. ვფიქრობ რომ მაყურებლისთვისაც ალბათ საინტერესო გამოვა. 100%-ით ვიცი ეგ ლაშა. ლაშასთან ერთად ბევრი გვაქვს ნამუშევარი კამერებთან, რაღაცა გამოცდილება დაგვიგროვდა და ამიტომ ჩავთვალეთ რომ მისი პროფესიონალიზმის გარდა ამ სივრცეში შენ მოსმენა ყოველთვის ასე ამოვნოა ასეთ ფორმატებში. მოდი ლაშა დავიწყოთ თემით, რომელიც ორი თემა გვაქვს დღეს ასაუბრო. ერთი არის ჭარბი ოფლიანობა, ოფლიანობის თემა ზოგადად, რაც აწუხებს ბევრ ადამიანს. სამწუხაროდ აწუხებს და ბევრი ადამიანი ვერ პოულობს სწორ გამოსავალს და რაღაც თავისებურად თავისი წესებით უვლის ამ პრობლემას. და მეორე თემა, რომელსაც შევეხებით აქვე ვიტყვი, ეს არის ოზემპიკი, რომელშიც შენ პროფი ხარ. ანუ გაქვს გამოცდილება ამ პრეპარატთან მუშაობის, აკადემიური გამოცდილება, ანუ სწორი პრინციპების დაცვით, ამასინათ მე ჩემი ახლო ადამიანი გამოგიგზავნე შენ და ვუყურებ როგორ ემზადება ეს ადამიანი იმისთვის რომ თუ კი მოვიდა იმის საჭიროება რომ ეს მედიკამენტი იქნას გამოყენებული, უნდა მოემზადოს. ასე რომ შევეხებით ჭარბ ოფლიანობას და ოზემპიკს. მოდი დავიწყოთ პირველი თემიდან, ეს არის ჭარბი ოფლიანობა. როდის ითვლება ჭარბ ოფლიანობა პრობლემად? აი, როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ მე პრობლემა მაქვს და ეს არ არის ჩვეული ფიზიოლოგიური პრობლემა. ეს ძალიან საინტერესო საკითხი არის, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში უბრალოდ ის რომ დისკომფორტს უქმნის ადამიანს ოფლიანობა, გონიათ რომ არის ეს ჭარბ ოფლიანობა და ჰიპერჰიდროზი. ნუ რაღაც გარკვეულ შემთხვევებში
ეს ფიზიოლოგიური მოვლენა არის და შესაბამისად ის არ ითვლება როგორც ვთქვათ პათოლოგია, ანუ ჰიპერჰიდროზი. თუმცა არსებობს რა თქმა უნდა ეს ჭარბოფლიანობა, როგორც პირველადი ასევე მეორადი. პირველადი ჭარბოფლიანობის დროს ზოგადად რა არის, ხო? ანუ დღე-ღამის განმავლობაში სადღაც ლიტრანახევარზე მეტი წესით და რიგით არ უნდა გამოიყოს ოფლიანობა, მაგრამ ეს გამოყოფაც თან შენთვის არ უნდა იყოს შემაწუხებელი, ხო? ანუ შემაწუხებელში იგულისხმება ის, რომ არ უნდა სველდებოდეს ტანისამოსი, ისე რომ ჩვენ თქვათ მოგვიწვიოს მისი გამოცვლა ამ შემთხვევაში, ხო? მაგრამ ის რომ ოფლი უნდა გამოვიდეს, ეს ძალიან აუცილებელი პროცესი არის ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ხო? ეს ჩვენი მაყურებლისთვის რო ახსნათ, იმიტომ რომ ოფლის სეკრეციას თან მოყვება აი უამრავი, ესე ვთქვათ, უკვე ორგანიზმში არსებული ტოქსინები, შლაკები, ნარჩენები, ხო? ანუ ის მეტაბოლიტები, რომლებიც ჩვენი მეტაბოლური პროცესების მუშაობის შემდგომ რჩება. ანუ აი ხშირად ესე ვუხსნი ხოლმე პაციენტს რა, ანუ ნებისმიერ საქმეს ჩვენ რასაც ვაკეთებთ, თუნდაც ეს შეიძლება იყოს სამზარეულოში, კულინარია, ხო? ანუ რაღაცა კერძს ვამზადებთ, ყოველთვის აუცილებლად დაგხვდება რაღაცა ნაგავი, ხო? ჩვენ ორგანიზმში მეტაბოლური პროცესი დაახლოებით ესე მიმდინარეობს, ანუ ნებისმიერი ნივთიერებათა ცვლის შემდგომ, ანუ ეს იქნება ნახშირწყლოვანი ცვლა, ცილოვანი ცვლა, თუ ლიპიდური ცვლა, თუ მინერალების ცვლა, რჩება გარკვეული ტოქსინები, ანუ შლაკები, რომელიც უნდა გამოიდევნოს გარკვეული გზებით ჩვენი ორგანიზმიდან, ხო? ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი გამოდევნის? ეს არის ერთი შარსასქესო სისტემა, ეს არის კუჭნაწლავის ტრაქტი და მესამე ეს არის კანი. ძალიან მნიშვნელოვანი, რა დროსაც უკვე უფლის სახით ხდება ამის გამოდევნა. ხშირად მაგალითად, ხო, აი ამ ჰიპერჰიდროს თან ახლავს სპეციფიური სუნიც, ხო? ესეც გარკვეულწილად, ესე ვთქვათ, დისკომფორტის შექმნელი არის, ხო? ანუ რიგ შემთხვევებში ადამიანები ვინც არ არიან გათვითცნობიერებული აღნიშნულ საკითხში და მეთანხმები ალბათ, რომ აი ყოფილა ხოლმე, ხო, ისეთი შემთხვევებიც, რომ აი იბანაოს და ხო, არ ექნება რაღაცა ჰიგიენა დაიხოს, არ ექნება. თითქოს არ შველის, ვითო არ შველის, ხო? აბსოლუტურად მართალია. ბანაობს ადამიანი, წვალობს, იცავს ამ ნორმებს, მეტიც ემოციურად არის გადაღლილი უკვე ამისგან, მაგრამ ეგ თემა დგას კვლავ ესეთ დღესასწაულში. კი. ესეც უკვე ერთგვარი დარღვევა არის. ეს თან ნაწილობრივ დაკავშირებული არის უკვე ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე. რას მივირთმევთ? ამაზე არის დაკავშირებული განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ანუ ეს უკვე პარფუმირება ამ ყველაფერს. სუნი, ანუ საიდან მოდის? კულტურალური სხვაობები, ანუ აი რაღაცა სხვადასხვა რეგიონში. არის საქართველოშიც, მათ შორის, სხვათა შორის რეგიონალური დაყოფის თვალსაზრისით საქართველოში, მაგრამ არის მსოფლიო, რა თქმა უნდა, რეგიონალური დაყოფის თვალსაზრისით. ანუ ჩვენთან სვანეთია, რაჭა არის, გურია, ჩვენთანაც არის კვებიდან გამომდინარე. კი, საკვებ პროდუქტებზეა დამოკიდებული, ანუ რომელი რეგიონი უფრო მეტ ხორცს მიირთმევს, რომელი რეგიონი უფრო მეტ, ვთქვათ, ბურღულს მიირთმევს, ბოსტნეულს მიირთმევს და ამის მიხედვით არის რა, ანუ რამდენად ხშირად არის მათ რაციონში ეს თუ ის პროდუქტი. ხა მაგალითად, მაშინ როცა ვსაუბრობთ ჩვენ ძირითად შემთხვევაში ხორცზე, ხო, ამ შემთხვევაში უფრო დიდი ოდენობით გამომუშავდება ხოლმე კრეატინი და რომელსაც აი ცოტათი აცეტონის, ესე ვთქვათ, და ეს გამოიყოფა ოფლთან ერთად. ეს გამოიყოფა ოფლთან ერთად. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მოდიან ხოლმე პაციენტები ამ შემთხვევაში, ადამიანები ამბობენ, რომ აი სპეციფიური სუნი აქვს თითქოს აცეტონის. ან არის ბავშვებში ეხლა მაშინ როცა სწრაფი კვება და ეს სხვადასხვა ტიპის სასმოსნავები არის ძალიან აქტუალური და რომელსაც ვერ ბრძვით, მათ შორის გაზირებული სასმელები. მაგალითად არის აი ცოტათი როგორ ვთქვათ, აი შლამის ნეშტომპა ბავშვებში და რატო? იმიტომ რომ აი ამ პროდუქტებს, ხო, რომელსაც ბევრი კონსერვანტები და დანამატები აქვს, ხო, გაშლის ამ ტიპის სპეციფიური სუნი. კი, აი ჩავთვალოთ, რომ აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ნაგავი არის, ხო, რომელიც მალე ლპება და შესაბამისად ძალიან სპეციფიური სუნი აქვს, ხო? ანუ ესე დეტალებში არ ჩავძიებულობ. ხო, ამიტომ აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, რომ აი რა ტიპის საკვებს ვხებულობთ, თუმცა არსებობს გარკვეული დაავადებები.
მაგალითად, რა დროსაც აი ამ სპეციფიური სუნიდან გამომდინარე შეიძლება მიხვდე მაგალითად ეს არის ხშირ შემთხვევაში თირკმელთა და ჯირკვლის დაავადებები, ანუ მაშინ როცა არის დარღვეული ეგრეთ წოდებული სტრეს ჰორმონის, ანუ კორტიზოლის გამომუშავება ჩვენს ორგანიზმში, ამ დროსაც გარკვეული ესე ვთქვათ სპეციფიური სუნი აქვს. ანუ ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფლიანობა და ჰიპერჰიდროზი ერთი ეს არის თვითონ ჭარბის სითხის გამოყოფის თემა და მეორე თუ მასთან ერთვის ეს სპეციფიური სუნი, არა მარტო ის ჩვეული ასე ვთქვათ დახურულ სივრცეებში, რასაც ადამიანები უჩივიან ხოლმე ეს რაღაცა ძაფრი არასასიამოვნო სურნელი, არამედ სპეციფიური მახასიათებელი პარფუმირება, რაც მიუთითებს კონკრეტული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და მიღებული თვითონ კანსაც აქვს ახლა ეს ხო ვიცით არა კი გარკვეული რეგიონებიდან ჩახო ეს სპეციფიკა ინდოეთის განსაკუთრებით ინდოეთი პაკისტანი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე მაგალითად ახლა ჩვენ ბევრი სტუდენტი გვყავს ხო ინდოეთიდან პაკისტანიდან და სპეციფიური მაინც არის რა ისევ და ისევ კვებასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი ოდენობით სანელებლებს იყენებენ განსაკუთრებით კარს ხო და ისედაც სუნი აქვს და კიდე ამის მონელება და დასახელება კი ბატონო ჩვენ გვაქვს აქ წარმოდგენილაშა ძალიან ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული თან 1970 წელს დიდ ბრიტანეთში წარმოებული პროდუქტი ეს არის ოდაბანი სახელი ძალიან სპეციფიური აქვს ოდაბანი რაღაცა ხა დაბანასთან ეს კავშირში ნამდვილად არ არის მაგრამ ქართულად მაგრამ მაინც არის რაღაცნაირად ოდაბანი აღიარებულია დიდი ხანია ხა 70 წლის მერე გავიდა რა ვიცი ნახევარი საუკუნე განსაკუთრებით სხვათა შორის შეგაწყვეტინა უკაცრავად აი რაღაცნაირად მეგრული სახელწოდებისკენ მედის შეიძლება სპეციფიკიდან გამომდინარე იმიტომ რომ იქ ცოტათი იციან ხოლმე აი დიალექტში ოს დაყოლება რაღაცებს დაბანი ოფლი როგორ მოვიციოთ დაბანი ჩაგეთვალა სამეგრელოს რეგიონს განსაკუთრებით. მოკლედ ოდაბანი არის წარმოდგენილი ჩვენთან სპრეი და სტიკის სახით ორი ვერსია, რომელიც გამოყენების თავისებურებები ბუნებრივია, როცა შეიძენს ადამიანი ამ პრეპარატს, ამ საშუალებას მოყვება ეს ყველაფერი ინსტრუქცია, მაგრამ შენ ისევ და ისევ გიტევს ამას კიდე ძალიან საინტერესო პუდრაკი უკვე ტერფის მოვლისთვის, რომელსაც ასევე ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე. როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ამბავი? ეს მართლა ძალიან კარგი პრეპარატი არის. პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბაზარზე პირველი და ერთადერთი. და დიდი ხნის პრეზენტირებულია, კი. კი, ძალიან დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ეხლა სპეციფიკა გამოყენების, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე ინდივიდუალური არის აქაც რა, მაინც თუ რა დოზით აწუხებს ესე ვთქვათ ადამიანს, რა უბნებში არის უფრო მეტად გამოხატული ოფლიანობა, ხო, იმიტომ რომ თუ ეს არის პირველადი ჭარბოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი, ამ შემთხვევაში უპირატესად მაინც არის ხელის გულები, ფეხის გულები და ნუ იღლის ფოსო შესაძლებელი არის რომ იყოს. ხოლო რაც შეეხება თუ გირეკავენ შეგიძლია უყოს, ხო? კი, ეხლა მივწერო უბრალოდ რომ აქტიური ექიმია მეგობრებო, ასე რომ ვიცით ჩვენ ექიმების სპეციფიკა, მეც მაქვს ეს ხან გათიშულია ტელეფონი და მე პრობლემაა ეს, მაგრამ აუცილებელი არის. მით უმეტეს ჩვენ სფეროში ეხლა იმიტომ კი არა რომ ენდოკრინოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? არსებობს გარკვეული დაავადებები, რა დროსაც ეს სწრაფი რეაგირება ჭირდება, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის დროს და ამიტომ ყავს ეგეთ პაციენტი უამრავი. ამიტომ ვერ ხო, მადლობა. ხო, ამიტომ აი ამ დროს, ანუ პირველადი ჰიპერჰიდროზი როცა არის, მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ანოტაციაში პუდრაც ფხვნილთან მიმართებაში მაქვს ახლა საუბარი, რომ აქვს გაწერილი, რომ გამოიყენება ფეხის ტერფის მოვლისთვის, ხო? ჩვენ ვიყენებთ ხოლმე ხელის გულების ზედს, ხო? იმიტომ რომ ეხლა სპრეის გამოყენება შეიძლება ხელის გულების ზე, ის სიმპტომური საშუალებაა, უფრო თუ ეს არ არის სიმპტომური საშუალება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მისი არსებობა ჩვენს ბაზარზე, იმიტომ რომ ეს არის სამკურნალო საშუალება. პირველი ეტაპისთვის ინიშნება ხოლმე ისევ და ისევ ინდივიდუალურად, უფრო მეტი ინტენსივობით კვირაში, შეიძლება იყოს ყოველ მეორე დღეს, თუმცა რეკომენდებული არის ყოველ მესამე დღეს, მაგრამ ექიმი წვეთს მე ამას ყოველ მეორე დღეს იყოს თუ ყოველ მესამე დღეს, კურსი დაახლოებით 4-6 კვირა არის.
ინტენსივობის მიხედვით, აგრეთვე ინდივიდუალურია პაციენტის, ესე ვთქვათ, სუბიექტური მონაცემების მიხედვით, რა, რამდენად შემცირდა. სეზონურობა არ ახასიათებს, გამოიყენება როგორც ზაფხულში, იმიტომ რომ თვითონ ჰიპერჰიდროს როგორც დაავადებას არ ახასიათებს, ხო, სეზონურობა. ამიტომ სტიკიც ძალიან აქტიურად გამოიყენება, ნუ სტიკის შემთხვევაში, მაგალითად, სტიკის შემთხვევა ყოველდღიურად შეიძლება გამოიყენოთ. როგორც ანტიპერსპირანტი და დაცვის საშუალება. კი, და აი სპრეი და ფხვნილი უკვე როგორც სამკურნალო საშუალება. ეხლა სპრეი მერე შესაძლებელია იმდენად შემცირდეს, რომ საერთოდ კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ იყოს ხოლმე მერე საჭირო მისი გამოყენება და საერთოდ თქვათ პრობლემა ალაგდეს. ამიტომ ესეც რა თქმა უნდა ინდივიდუალური პროცესია. ნუ რაც მნიშვნელოვანი არის კიდე ამათთან მიმართებაში, განსაკუთრებით ფხვნილთან მიმართებაში, ისევ ხე ფხვნილს რატო ვახსენებ ესე ხშირად, იმიტომ რომ აი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის ტერფის მოვლის ამბავი და იქ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაღალი შაქრის ციფრები არის, თუ წავიდა პატარა დაზიანება, სოკოს გართულებები ან სოკოვანი დაავადება უფრო ხშირად მოდის და ფხვნილს იმასთან ერთად რომ თქვათ შეამციროს აი ეს ჭარბოფლიანობა, გააჩნია პრევენციული თვალსაზრისით ზემოქმედება აი ეს ანტიფუნგალური მოქმედება აქვს. სპორტსმენებისთვისაც კარგი იქნება ეს, ვისაც აწუხებს მორბენალია ესა, ნებისმიერი ჩათმული ესე იგი დატვირთვისას იქ ძლიერდება უფლიანობა. აბსოლუტურად გეთანხმებით. რაც შეეხება არის ეგეთი თემა, რომ აი ოფლი თუ არ გამოიყოფა და ჩვენ შევაჩერეთ ოფლის გამოყოფა, რამე პრობლემა ხო? გააჩნია რით ვაჩერებთ პირველი, ანუ რით ვაჩერებთ, ანუ როგორი არის შეჩერების ტიპი, ანუ ეს არის ვთქვათ სამკურნალო მოქმედება, ეს არის ვთქვათ იგივე ბოტულინის ხო, ინექციები ძალიან უკვე მნიშვნელოვანი არის ამ კურნალობაში, თუ ვაჩერებთ სხვადასხვა ტიპის ანტიპერსპირანტებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შეიცავენ ვერცხლის წყალს. ანუ აქ არა თუ ოფლის გამოყოფის შეჩერება არის პრობლემა, არამედ საშუალებების ანუ რით ვაჩერებთ ამას, ხო? ანუ ამას აქვს, ანუ რა საშუალებით ვაჩერებთ, ხო? ამ შემთხვევაში მსგავსი ესე ვთქვათ ანტიპერსპირანტების გამოყენებით ჩვენ ნახეთ კი არ ვამცირებთ ოფლის გამოყოფას, არამედ ვახშობთ საოფლე ჯირკვალს, საიდანაც უნდა წარმოიქმნას ეს ოფლი. აი მაგალითად ეს სხვა საშუალებები მათ შორის ოდაბანი, ხო? ამ შემთხვევაში თერაპიულად მოქმედებს და კი არ ახშობს ჯირკვალს, უბრალოდ ოფლის კი ბატონო. იგივეა წეღან ახსენე შენ ბოტულოტოქსინი ჩვენთან მოდიან ამ სფეროში პაციენტები, ვისაც აქვს გავლილი გარკვეული ეტაპები, ეს არის მკურნალობის ეტაპი, ჩვეული ყოველდღიური მომენტები ამისი დაცვის ანტიპერსპირანტების გამოყენება, სამკურნალო, აი ოდაბანის მაგვარი საშუალებების გამოყენება და არის მდგომარეობები, როცა სამწუხაროდ აი ესე ბოლომდე ეს ვერ შველის და მაყურებელს ვეთქვი, რომ არსებობს ესეთი მეთოდი ბოტულოთერაპია, რომელიც ლაშა მიცის ეს კარგად დანერგილი და აპრობირებული ტექნიკა არის. კეთდება მარტივი პროცედურა, ზუსტად 10 წუთიანი პროცედურაა, ხელის გულებზე, ტერფებზეც და აქსილარულ ან იღლის ზონაში, იღლის ფოსოში გამოიყენება ბოტულინოტოქსინი, ზუსტად ისევე როგორც მაგალითად სახეზე ვიყენებთ ამას და საკმაოდ ხანგრძლივად 3-4-5 თვის პერიოდში ეს ერთჯერადი პროცედურა ამცირებს მკვეთრად ამ ჭარბოფლიანობას და ადამიანი განსაკუთრებით ლაშაი შენ აღნიშნე წეღან, რომ ამ პრეპარატებს სეზონურობა არ აქვს, მაგრამ აი განსაკუთრებით მათთვის არის ეს შეღავათი, ვისაც ზაფხულში ცოტა კიდევ უფრო მომატებული აქვს და ეს ტანსაცმელზეც აისახება და სოციალურ აქტივობაში ხელს უშლის. მე მყავდა ერთი პაციენტი, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც აბიტურიენტი იყო ეს გოგონა და აბარებდა სამხატვრო აკადემიაში. სამწუხაროდ იმდენად მაღალი ხარისხის ჰიპერჰიდროზი ჰქონდა მტევნების, რომ ხატვისას ეს სისველე უფუჭებდა ნამუშევარს. ამიტომ გამოცდაზე ამის გათვალისწინება იყო ძალიან რთული. შესაბამისად მან მოგმართა, ძალიან კარგი ბავშვი იყო ეს, მახსოვს ეს შემთხვევა, გავუკეთეთ და კარგათაც ჩააბარა, იმიტომ რომ ის პერიოდი მას აბსოლუტურად აულაგდა ეს პრობლემა. ასე რომ ესეც არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოემოციური სტატუსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხა მე წინა კვირაში, რამოდენიმე კვირის წინ, მოკლედ ერთ-ერთმა პაციენტმა მომართა რა და უკვე გარკვეულ ანტიდეპრესანტებზე იყო უკვე იმის გამო, რომ ანუ იმდენად აწუხებდა და იმდენად ესე ვთქვათ
მისთვის სტრესი იყო ეს ყველაფერი ძილის რეჟიმი დაიყო ანუ უამრავი პრობლემა შეექმნა რა და მაშინ ვუთხარი რომ იქნებეცა და ვთქვათ აი ამ ბოტულინო თერაპიის გამოყენება და წინა კვირაში შემხვდა სხვათა შორის და მითხრა რომ აი დავისვენეო და აი საერთოდ აღარაფერი აღარ მახსოვსო არც აქ ფიქრები აღარ მაწუხებსო ძილიც მომიწესრიგდაო შესაბამისად არც ანტიდეპრესანტზე არ არის უკვე ანუ ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის რეალურად თვითონ აი ეს ჭარბოფლიანობა და მისი ესე ვთქვათ აალაგება მე ძალიან ბევრ პრობლემას აალაგებს კიდე რაც თან ეს პროცედურა უმარტივესია და რისკები პრაქტიკულად ნულია არ არის აქ პრობლემა ლაშა როდის მოვიდეს შენთან როგორც ენდოკრინოლოგთან ზოგადად როდის მიმართოს ენდოკრინოლოგს ადამიანმა როცა ჭარბოფლიანობას უკვე რაღაცა ფიქრობს რომ ეს ხო არ მაწუხებს რა ეს აი პრობლემა ხო არ არის რა აი რა ეტაპზე უნდა გადასწრეს ან რა საკობრივი ჯგუფია მეტად სპეციფიური ამ პრობლემისგან ხო ეს ძალიან ისეთი ის არის სხვათა შორის ჩვენ როცა გქონდა ხოლმე გადაცემებში ამ თემებზე საუბარი ძირითადად დერმატოლოგები კი რა თქმა უნდა რეალურად დერმატოლოგიის ნაწილი არის ხო აღნიშნული საკითხი მაგრამ ენდოკრინოლოგიაში ეწეღანაც ვახსენე ხო არსებობს ძალიან ბევრი დაავადება რომლის თვისაც დამახასიათებელი ჩივილი არის ჭარბოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი, ხო? კარგი, მაშინ ესე დავსვათ კითხვა, მაგაზედაც გაცემ შენ პასუხს. როდის მიმართოს ექიმს და მე ენდოკრინოლოგს მიმართავს თუ დერმატოლოგს, დერმატოლოგიც გადაწყვეტს ვისთან დაუშვა და შენ გადაწყვეტ სად დაუშვა. ხო, ანუ დღის განმავლობაში თუ უმიზეზოდ, ანუ არ გვაწუხებს სიცხე, არ ქონია რაღაცა გარკვეული დიდი სტრესი, რომელმაც შეიძლება აღნიშნული გამოიწვიოს, არ ვიმყოფებით ისეთ გარემოში, სადაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებთანაც ანალოგიური პრობლემა არის და გამოიყოფა ოფლიანობა და გვიწევს დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გამოცვლა ტანსაცმლის იმის გამო რომ ის სველდება რა თქმა უნდა ამ დროს უნდა მივმართოთ ექიმს ეს ხშირ რატო უნდა მივმართოთ ახლა ხო იმიტომ რომ ჰიპერჰიდროზი პირველადი შეიძლება არც იყოს რა არაფრის გამოვლინება სხვა დაავადებების და შეიძლება ვიღაც ადამიანისთვის საერთოდაც არ იყოს შემაწუხებელი, ხო? მაგრამ უნდა მივმართოთ ერთხელ მაინც სპეციალისტს, იმიტომ რომ დავადგინოთ. ხო, ეს არის პირველადი ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა, თუ გამოწვეული რომელიმე დაავადებით. რომელი დაავადებით, მაგალითად ენდოკრინოლოგი ხარ, მოდი ეხა უკვე ფარეზია ეს. არ მაგ კუთხით პირველი არის რა თქმა უნდა ფარისებრი ჯირკვალი. როგორც ჰიპოთირეოზი, ანუ ფუნქციის დაქვეითება, ისე ჰიპერთირეოზი, ანუ ფუნქციის მომატება. მაგრამ უპირატესად მაინც მეტად გამოხატული არის ჰიპერფუნქციის დროს, ანუ როცა არის ტოქსიკური, ხო, ჭიყვი ეს. ტოქსიური ჭიყვი, შხამიანი ჭიყვი, როგორც ადამიანები ეძახიან. შაქრიანი დიაბეტი. ხო, რა დროსაც, ვთქვათ, არაკომპენსირებული არის შაქრიანი დიაბეტი და ამ დროს შესაძლებელია, ვთქვათ, წარმოიშვას დიდი ოდენობით ოფლი, იმის გამო, რომ მეტაბოლიზმი ორგანიზმში უფრო მიტანა უკვე მაგითანაც შეიძლება უკავშირდეს. შესაძლებელია. ხამის საათებში განსაკუთრებით. ან, ვთქვათ, ვიღვიძებთ დილით ოფლიანი. ამ დროსაც, ვთქვათ, ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ჩივილი არის შაქრიანი დიაბეტის ამ დროსაც. კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები ამ შემთხვევაში გასტროინტესტინალური დაავადებებია, მათ შორის რა თქმა უნდა ეს შეიძლება იყოს წყლოვანი დაავადებები, რა დროსაც პერისტალტიკაზე მოქმედებს ეს ყველაფერი უეცარი გაღვიძება, ვთქვათ, ღამის საათებში, რა დროსაც ცივი ოფლი გვასხამს, ხო, ამ დროსაც ეს შეიძლება იყოს მაგალითად ხშირ შემთხვევაში ნავკენჭოვანი დაავადებებიდან გამომდინარე. ანუ ფსიქოსომატური და სომატური კავშირები. ძალიან დიდი. ეხა მით უმეტეს ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტუალური გახდა საკითხი კუჭისა და ტვინის კავშირები. და ძალიან ისეთი არის, აი ადრე თუ ამბობდნენ ხოლმე, რომ აი ადამიანის ნუ ძირითადად კაცებზე ამბობდნენ, მაგრამ მე მგონია, რომ უფრო ადამიანი ალბათ იგულისხმებოდა, იმიტომ რომ როგორც ინგლისურში ჩვენთანაც ხო კაცი შეიძლება მოისაზრებოდეს, ხო, მანდილოს არის, როცა საუბრობთ ესე. ამიტომ ადამიანის კუჭიო გონებაზე გადისო, ხო? ანუ რეალურად მართლა ეგრე აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ 95% სეროტონინი, ანუ ბედნიერების ჰორმონი კუჭის ნაწლავში გამომშავდა. ამიტომ აი ამ სომატურ ესე ვთქვათ
კავშირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე ოფლიანობის თვალსაზრისით რა, იმიტომ რომ ეს ოფლიანობა ხშირ შემთხვევაში ემოციებთან არის, უფრო პარასიმპათიკურ ნერვებთანაც ხო, ისევე როგორც სიმპათიკურთან დაკავშირებული, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება მართოთ, ზოგჯერ შეიძლება ვერ მართოთ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგი, ეს მოზარდების ასაკში არის ხშირად ეს თემა. გარდატეხის პერიოდში, ხო, როცა ჰორმონალური ფონი მკვეთრად იცვლება. საჭიროა თუ არა ამ დროს რაიმე სპეციფიური ყურადღების მიქცევა. რით დაეხმარებით, თქვათ, შენ დარჩევას მიცემ ამ ტიპის მოზარდებს, ამ მშობლებს, ვინც ამას ხედავს და ბავშვი ნერვიულობს. კი, პუბერტატის პერიოდში ძალიან ისეთი არის რა, შესამჩნევი არის. და ძალიან როგორც აღნიშნეთ, სპეციფიური სუნი აქ აი დასაწყისში რასაც ვამბობდით, ხო, არა იმიტომ რომ ეს კვებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არამედ იმიტომ რომ ჰორმონალური ძვრა მიმდინარეობს ორგანიზმში და ამის გამო მეტაბოლური პროცესები იცვლება, ხო? შესაბამისად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში თვითონ ფსიქოემოციური რაღაცა გარკვეული მდგომარეობის ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს მშობლის ჩართულობა, იმიტომ რომ შესაძლებელია ჩაკეტილი იყოს ბავშვი იმდენად, რომ აი მშობელთანაც კი უჭირდეს, ვთქვათ, ამაზე საუბარი, მაგრამ თუ თვითონ ამჩნევს, რომ ეს სპეციფიური სუნი არის და ვთქვათ, რაღაცა ხშირ შემთხვევაში ფარავენ რაღაცეებით, რომ ეს იღლის ფოსო არ იყოს გამოჩენილი და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა წაიყვანოს სპეციალისტთან. ეხლა რა არის, ვთქვათ, პრობლემის მოგვარების მნიშვნელოვანი საკითხი, ისევ და ისევ ფსიქოემოციური მდგომარეობა. იმიტომ რომ ამ ჰორმონალური ცვლილების დროს ძირითადად, ხო, ანუ აი ხშირად მოყავთ ხოლმე, ხო, პუბერტატის პერიოდში ის, რომ აი გაღიზიანებულია, ყველაფერზე გვეჩხუბება, ხო და ასე შემდეგ, ხო? ანუ ისევ და ისევ აი ემოციური, ესე ვთქვათ, რაღაცა ამპლიტუდის, ხო, დაქვეითება იმისათვის, რომ აი ეს ვეგეტატიური ნერვული სისტემაც დამშვიდდეს ისე, რომ საბოლოო ჯამში არ მოგცეს ჩვენ ოფლიანობა, როგორც ვთქვათ, ჩივილი უკვე ემოციური ფონის. ხო, ანუ ძილის მოწესრიგება და ეს ძილის მოწესრიგება აუ დღეს ვაფშე პრობლემაა. ძილი კი არა, ჩემი შვილები, რა ვიცი, ბავშვები არა, უფროსები, ღამის საათამდე სადღაც არის უფროსებიც, ანუ რაღაცა მოხდა, მე მგონი ამ ჩვენ სამყაროში, ნუ ფაქტია რაღაცა შეიცვალა, მაგრამ იმიტომ რომ ღამის ცხოვრება, არ ვიცი, არ იძინებს, მე მაგალითად ლაშა ღამის 3 საათი კი არა, 11-ს რო გადასდება, თავი კი ისე მოწყვეტილი ვარ, ერთშვილმა დავიძინო და დილის 6 საათზე ვდგები და გარშემო რო ვიყურები, ასეთი არის ალბათ მოსახლეობის 1-2%, რა ვიცი, უფრო ღამის ცხოვრება, უფრო რაღაცა რაღაცებს შეიძლება. გუშინ ყავდა სხვათა შორის მამას ყავდა შვილი მოყვანილი რა, 12 წლის ბიჭი იყო და რაღაცებზე ესე, ნუ ეხლა სხვა თემა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს აბრალებენ, მაგრამ ვთქვათ, იგივე ტელეფონის გამოყენება ამ ასაკში, ხო? თხას ბავშვის ბრალიც არ არის, ხო? აქ მშობელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი ეს მშობელითან მოყავთ მე ექიმთან, რომ აი რაღაცნაირად მანდატურის როლი თუ რაღაცა უნდა შეასრულო, რომ აი არ შეიძლება და ეს მამა მეუბნებოდა, რომ აი მე მის ასაკშიო რო ვიყავიო, მთაშიო დავდიოდიო და რაღაცა ანუ რაიონიდან იყო და ძროხებსო და რაღაცა ცხრებს და რაღაცებს წესავდიო და ესო აგერო ტელეფონში არისო ამის 2 საათამდეო და ახლა მე უთხარი რომ ხა შენს ასაკში შენს ამის ასაკში რო იყავი რომ ყოფილიყო ტელეფონი არ შეწახვეებში ნამდვილად არ წავიდოდა და თაში ხო ამიტომ აი ეს დროება შეიცვალა ნამდვილად შეიცვალა უბრალოდ ჩვენ არ უნდა ავყვეთ არ უნდა ჩამოვრჩეთ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ ისე რომ ამით ჩვენ ჯანმრთელობას ზიანი არ უნდა მივაყენოთ რა ანუ აი რაღაცნაირი ბალანსი უნდა დავიცვათ მანდაც მე მაგა ერთ დღეს მივაგენი ხო 50 წელი ცოტა არ არის ხო რაღაცა მაგრამ სულ გინდა რომ იყო ეს ახალგაზრდა რაღაცა ენერგია კონდეს და ერთი რამე მივხვდი ლაშა რომ დილას ადრე ადგომა და დროზე დაძინება მთელი ჩემი დღის განმსაზღვრელია რა ანუ ერთხელ ორჯერ კვირაში მე თუ ავრიე ეს გრაფიკი ის დღე თავისი პროდუქტიულობით პრაქტიკულად 50%-ით მცირდება და ყოველთვის ვთილობ ეს მივიტანო ადამიანებამდე მეგობარი იქნება ეს ოჯახის წევრი სადღაც სოციუმში საუბრის თემა არის რომ ჩვევა უნდა მოხდეს შეცვლა ჩვევის რომ ორგანიზმი წვალობს და ძილი არის მნიშვნელოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. და ერთი მეგობარი გავიცანი ამასიდან ძალიან კარგი ადამიანი შევიძინე უბრალოდ რომელიც მიმტკიცებდა რომ
როგორ ძილში ცხოვრება გამოზო, ანუ ძილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანი. მათ შორის სასიამოვნო პირიქით ძილში თუ არ ცხოვრებას რაღაც ნაწილს ძილში თუ არ გაატარებ, უბრალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება და შესაბამისად ცხოვრების ხარისხი იკლებს. ცხოვრების ხარისხთან ერთად თვითონ ცხოვრების პერიოდიც იკლებს, ხო? ძილით მიმოვიხილეთ. ძალიან ძილი და ოფლიანობა ძალიან კავშირში არის ერთმანეთთან. ძილის რეჟიმის დარღვევა რეალურად ოფლიანობის ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი არის. ლაშა უჩავა გეუბნება დაიძინეთ და ოფლიანობა ნაკლები. დაიმახსოვრეთ. მე უერთდები ამ ამბავს რა. აქვე ჩვენი გადაცემის სპონსორს წარმოადგენ პოდკასტის სპონსორია აჰავა მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულის და თმის მოვლის საშუალებებს ხალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლას და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აჰავა აღიარებულია და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ესეთი საინტერესო თემა გვაქვს ახლა, ჩვენ ჰიპერჰიდროზი, ჭარბიოფლიანობა, ლაშა ყავს უჩავა, ჩემი კოლეგა ენდოკრინოლოგი, ბევრისათვის საყვარელი ძალიან კარგი ექიმი. ეს ფაქტია და ამას ვერ გავიქცევი და სიამოვნებით ვამბობ ყოველთვის ამას ლაშაშენზე. ახლა გვაქვს ეგეთი რუბრიკა რა, კი არა და მითები და რეალობა. ამ შემთხვევაში მითებზე და რეალობაზე ვისაუბრებ. მოკლედ მითხარი პასუხები რა, დავამსხვრიოთ რაღაცა პატარ-პატარა მითები. ცნობილი თემაა ეს მითები და რეალობა სამედიცინო სფეროში, ისედაც ცხოვრებაში ბევრი მითი და რეალობა. პირველი, ოფლიანობა ნიშნავს, რომ მეტაბოლიზმი კარგად მუშაობს. არა. მითია. ჭარბოფლიანობა ყოველთვის უკავშირდება ჭარბწონას. არა. მითია. ანუ გამხარ ადამიანებსაც იგივენაირად შეიძლება აწუხებდეს ეს პრობლემა, როგორც ჭარბიწონის ადამიანს. ისევე როგორც მაგალითად ქოლესტერინთან მიმართებაში. არანაირ კავშირში ეს არ არის სიმსუქნესთან. ოფლი უნდა გამოვიდეს, თორემ ტოქსინები დაგროვდება. სწორია. რეალობა, ანუ ოფლის გამოყოფა კარგი რამ არის. ვარჯიში შეიძლება საერთოდაც არ იყოს შემაწუხებელი ოფლი, ანუ ეს ოფლი ისეთ სვარივით შეიძლება გადაეფინოს ჩვენ კანს, რომ ჩვენ ამას საერთოდ ვერ ხვდებოდეთ. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პროცესი არის ფიზიოლოგიური. ჭარბოფლიანობა ფსიქოლოგიური პრობლემა და არა ფიზიოლოგიური. არა. ფიზიოლოგიური პრობლემა არის და ფსიქოლოგიურიც, ანუ ამ შემთხვევაში ორივე პასუხი ფიზიოლოგია არის მნიშვნელოვანი, თუმცა შეიძლება იყოს ფსიქოემოციური ფონი. ოკეი. ოფლის უნი ნიშნავს, რომ ადამიანი ცუდად ბანაობს. არა. რა თქმა უნდა არა, ეს მნიშვნელოვანია, მეგობრებო, იმიტომ რომ არის ბევრი ესეთი სოციალურ ქსელში ზაფხულში ძალიან ესეთი თემა არის, რომ ბულინგის ხდებიან სკოლის პერიოდში ბავშვები. და ისედაც ხარ კი, გასაგებია რომ ჰიგიენ ჩვენთან წყალი ბევრია და ამჯერა მე რომ ქართულ ადამიანს ბანაობა ეზარებოდეს. მე ამის ამჯერა. შეიძლება ვიღაცა არის ესეთი, მაგრამ პრობლემა აბსოლუტურად არ არის ამაში რა. კი, შხაპის მიღება კარგია. აი ხა ჩვენ ავსაუბრობთ 90-იან წლებში. კი, როცა არ იყო და გაზი არ იყო, ხო რა თქმა უნდა. ესე იგი, ჰიპერჰიდროზი არ იყურნება, უნდა შეეგუო. არა. იყურნება. იყურნება. ბოტოქსით ოფლი სამუდამოდ ხრება. არა. სამუდამოდ არ ხრება, მაგრამ განკოლი პერიოდი, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჭარბოფლიანობა მხოლოდ ცხელ ამინდში იჩენს თავს. ანუ ჰიპერჰიდროზი ცხელი ამინდის პრობლემაა? არა. მითია ესეც, რაც უფრო მეტ სვამ წყალს, მით უფრო გამოდის ოფლი. აი მოდი ესეც აქვს, იმიტომ რომ ზოგ შეიძლება გონია რომ მე კაცო ამ წყალს რომ ვსვამ გამოდის. ხო. ეს ისედაც მოხდება, ხო? კი, ეს ისედაც მოხდება აუცილებლად და დიდი ოდენობით წყლის მიღება აღნიშნავს დიდი ოდენობით ოფლის გამოყოფას, იმიტომ რომ ის წყალი და აქვე დავამატოთ გამოიყენება. მე რამდენად მახსოვს ჭარბი ოფლიანობის ჰიპერჰიდროზის დიაგნოზიან პაციენტებში პირიქით რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლის მიღება. იმიტომ რომ ისინი კარგავენ წყალს და ეს დეჰიდრირება ორგანიზმისთვის თუმცა შეფარვითი ფორმით არის, მაგრამ ძალიან რისკის შემცველია. ამიტომ წყალი უნდა სვამო. მეორე მხრივ მან ფიზიოლოგიურად კიდე იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი წყლის მიღება, ოღონდ არა ვთქვათ მარილიანი საკვების ფონზე. იმიტომ რომ მიღებული მარილის ღაზის ხარჯზე და გამო არა. კი. ანუ სუფთა წყალი უმარილო პროდუქტის ხარჯზე ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდაც, იქედან გამომდინარე, რომ ქსოვილებში დაგროვილი სითხე სუფთა წყალს გამოაქვს შარცასქესო სისტემის გზით და შესაბამისად ნაკლებად გამოდის მერე უკვე კანს. საინტერესოა, ეკაი, მე ვცოდი გაბავი რა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა სანამ მომდევნო კითხვას დასვა კიდე, მაგალითად სიცხეში, ხო, აი ცივი წყალი თუ ცხელი ჩაი.
აბა ახსენე. ხო? ანუ აი მაგალითად არაბულ სამყაროში არ მომისინჯოს, მაგრამ დიდად არ დავფიქრებო, რატო? ხო, რატო? იმიტომ რომ როცა ტემპერატურული ცვალებადობა არის ორგანიზმსა და გარემოს შორის, ხო, მეტაბოლიზმი ბევრად უფრო მაღალი არის იმისათვის, რომ გაუთანაბრდეს, ესე ვთქვათ, გარე ტემპერატურას. მაშინ როცა ცხელ წყალს ვიღებთ ჩვენ, ხო, შესაბამისად გარე და შიდა ტემპერატურა თანაბრდება და უფლის გამოყოფა აღარ არის, იმიტომ რომ მეტაბოლური პროცესი აქტიური არ არის და მაშინ როცა ჩვენ ვაცივებთ ორგანიზმს, ანუ ცივი წყლით, ხო, ეს გარე სიცხე ბევრად უფრო აქტიურად მოქმედებს და ეს გამოყოფს იმიტომ არის შეფუთუნებს რო დადიან ჩაი ცხელს კი, ეს აუცილებელი ამბავია. აგვისტოში ჩავიდე. ეხა ისეთი ავიდები გვაქვს, კარგი, ანტიპერსპირანტის გამოყენება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. არა, საზიანო არ არის გამოყენებისთვის, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომელი ანტიპერსპირანტი გამოვიყენოთ. ხარისხი აქვს ამ მნიშვნელობა. ეხლა უკვე გადავედით მეორე თემაზე, ლაშა. პირველ რიგში მადლობა ჰიპერჰიდროზე ამომწურავად ვისაუბრეთ, რეკომენდაციები სწორია, რომ მივეცით, მე მგონი, რა ვიცი, არაფერი არ გამოგჩა, თუ რამე გავუჩა, მე მითხარით დავამატოთ. ხო, მეც ეგრე მგონია, მაგრამ ალბათ მე მოგწერე კვერტზე და უკავშირებ, ხო, და დავამატოთ. ამუშავდა, მინდა გაგიზიარო და მაყურებელსაც უთხრა, რომ ეს ფორმატი რაც ახლა დავიწყეთ ესე ჩვენ გუნდთან ერთად, მეგობრებთან ერთად რაღაც ამაზე მუშაობა, ჩემთვის პირველში საინტერესოა. აუ, შენ ესეთი ადამიანი ხარ, გიყვარს რაღაც სიახლეები და გიზიარებ. საინტერესო პლატფორმაა. არ ვიცი, ვნახოთ როგორ განვითარდება, ყოველ შემთხვევაში თითოეული სტუმარმა შენ ჩემთვის რა მნიშვნელოვანია. ჯერა რომ ძალიან კარგად განვითარდება, იმიტომ რომ რეალურად აი ესეთი საუბარი ბევრად უფრო მოსმენადი არის და საინტერესო მაყურებლის როგორც ჩემთვის მაყურებლისთვისაც ხო, როგორც შენ უსმენ ჩემთვის, ხო, როგორც მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო არის რა. ეხლა მე როგორც დასაწყისში ვთქვი, შენ ხარ პროფი ამ მიმართულებით, ეს არის მედიკამენტური თერაპია ჭარბი წონის კონტროლის. კი. გარდა იმისა, რომ ყავს უამრავი პაციენტი მადლიერი, ბევრი ცნობილი ადამიანი მათ შორის, ვისაც დაეხმარე შენ ენდოკრინოლოგმა და ბევრი კარგი რეკომენდაცია მიეცი, გაუწიე, დაეხმარე და ამ თვალსაზრისით მათ მიიღეს კარგი შედეგები, მაგრამ ასევე არის პრეპარატი, რომელიც დღეს ერთიანი ამბობენ, რომ უკვე მიეცა და დავიწყებას, მეორენი ამბობენ, რომ ის დავიწყებას არ მიეცემა, უბრალოდ სწორად გამოყენება არის მისი მნიშვნელოვანი და სამედიცინო პრაქტიკამ და კვლევებმა აჩვენა, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში მიღებული ნებისმიერი წამალი თავის ეფექტურობას ადასტურებს. რაც შეეხება ოზემპიკს, ანუ ოზემპიკი ძალიან ისეთი სახელია, რომ რა ვიცი, მე მგონი პატარა ბავშვად გეკითხო, გეტყვის რისთვის არის, ხო? პირველ რიგში ეს იყო დიაბეტის ტიპი 2-ის მკურნალობისთვის გამოგონილი მედიკამენტი და მე აღმოჩნდა, რომ პარალელურ რეჟიმში ის ახდენს, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ზემოქმედებას ჩვენ მადიანობა უმადობაზე და რაღაცა ნივთიერებათა ცვლის, არ ვიცი, ეს აჩქარება თუ შენელება თუ მოწესრიგება. თავიდან ეს მარტივად რომ ახსნათ რა, მოდი იმისთვის, რომ YouTube-ის მაყურებელმა გაიგოს. ოზემპიკი როგორ მოქმედებს ორგანიზმზე? თუ გინდა უპასუხოთ? არა. თემა მართლა საინტერესო არის. საინტერესო არის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ზოგადად შემოვიდა მსგავსი ტიპის პრეპარატები სიმსუქნის მკურნალობაში, ძალიან ბევრს ეშინოდა არათუ გამოყენება, არამედ საუბარი ამის შესახებ. მაგრამ ახლა ჩვენ ორივე ექიმები ვართ და ძალიან კარგად გვესმის ის, რომ უამრავი ფული იხარჯება იმისათვის სამედიცინო სფეროში, რომ გარდა, ვთქვათ, ფარმაცევტული ბიზნესისა, ამ ფარმაცევტულმა ბიზნესმა დაეხმაროს მაგალითად ადამიანებს, ხო? და მათი ცხოვრების ხარისხი იყოს გაუმჯობესებული. შეუმსუბუქონ სხვადასხვა ტიპის, ესე ვთქვათ, დაავადებები, მათ შორის, რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტი, მათ შორის ონკოლოგია, ანუ ნებისმიერი ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, ხო? ამიტომაც ძალიან ბევრი ახალი პრეპარატი გამოდის ბაზარზე, თუმცა მათი გამოსვლაც კარგად მოგეხსენება, რომ ძალიან მარტივი არ არის ბაზარზე, ხო, უამრავ ფაზას გადის. პირველი ფაზიდან დაწყებული, ხო, 5 ფაზა არის სულ წლების განმავლობაში. ამიტომ აი ესე უბრალოდ ვიღაცამ გამოიგონა და ეს ნივთიერება ამას აკეთებს და ხვალიდან გაიყიდება აფთიაქში, სამწუხაროდ ესე არ არის. უნდა გაიაროს უამრავი ფაზა, უნდა გაიაროს უამრავი კვლევა,
უსაფრთხოების კვლევა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომელსაც შემდგომში ანიჭებს ამერიკის წამლისა და კვების ორგანიზაცია, ხო, FDA იგივე და ევროპაში ეს არის ევროპის, ესე ვთქვათ, წამლის სააგენტო, ხო? ოზემპიკი როცა გამოვიდა, ეს იყო ვთქვათ 2019 წლიდან დარეგისტრირდა ის ბაზარზე. მანამდე იყო სხვა მედიკამენტები, მსგავსი, იგივე GLP-1 აგონისტები, უბრალოდ ისინი ყოველდღიურად ხდებოდა მისი გაკეთება, ანუ აუცილებლობას წარმოადგენდა ყოველდღე მისი გაკეთება. ოზემპიკი ასევე კომფორტი იყო უკვე პაციენტებისთვის, რომ არა ყოველდღე ხდებოდა ვთქვათ ინექციის გაკეთება, არამედ კვირაში ერთხელ. კი, GLP-1 აგონისტები, ანუ ოზემპიკი, იგივე ვიქტოზა, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე, კი, დარეგისტრირებული არის და ყოველდღიური მოხმარების არის, მათ შორის საქართველოში ძალიან დიდი ხანია დარეგისტრირებული არის და იყიდება და გამოიყენება, ხო? ფარმაცევტულ ბაზარზე უსაფრთხოება დამტკიცებული იყო FDA-ის მიერ ორივე შემთხვევაში. ანუ მათი უსაფრთხოება, ვთქვათ, ადამიანის გამოყენების თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად მიღებული და დადასტურებული უამრავი კვლევებით. ერთადერთი ოზემპიკთან მიმართებაში, ეს არისო ვიქტოზასთან მიმართებაში. ხა ვიქტოზა როცა გამოვიდა 2012 წელს ბაზარზე, მაშინაც როცა დავიწყეთ რამოდენიმე ენდოკრინოლოგმა მისი გამოყენება, ვთქვათ, წონის თვალსაზრისით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმიტომ რომ ბევრი ტალახი მოხვდა მაშინ, იმიტომ რომ აი ინექციებს იყენებენ სიმსუქნის მკურნალობაში. და ხო, აი რატო არა? თუ ამის ჩვენებაა და თუ ამის შესაძლებლობაა, რომ ადამიანს ჩვენ შეუმსუბუქოთ, ხო, მკურნალობა რაღაცა გარკვეული საშუალებებით, რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ. ახლა ვიქტოზა როცა გამოვიდა, ანუ ვიქტოზაც არის ანტიდიაბეტური პრეპარატი. და რომ ნახეს ვიქტოზას ფონზე, რომ წონის კორექცია ძალიან კარგად ხდებოდა ამ ხრივ, იმიტომ რომ მადა ქვეითდებოდა, ახლა რა არის ეს GLP-1 აგონისტი, რას აკეთებს? ფერმენტი არის, რომელიც ისედაც გვაქვს ჩვენ ორგანიზმში და ამ შემთხვევაში მისი გარედან შეყვანა კიდე აკეთებს რას? კუჭში აყოვნებს უფრო დიდი ხნით საკვებს. შესაბამისად მოთხოვნილება საკვებზე პერიოდზე იწელება. ეს შემდგომში იწვევს იმას, რომ მისი მონელება უფრო აქტიურად ხდება, ანუ რადგან დიდი ხნის განმავლობაში არის და ნაკლები რჩება ორგანიზმში, მეტი გამოდის გარეთ. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. და ეს მერე იწვევს უკვე გარკვეულ, ესე ვთქვათ, წონის კლების, იმიტომ რომ მიღებულ კალორიას ამცირებს და შესაბამისად ეს იწვევს წონის ნაკლები წონაში კორექცია. ეს რო გაკეთდა მოკლედ, რო ნახეს, რო ვიქტოზაზე ეს მივიღეთ, შეიქმნა ზუსტად იგივე, ანუ ანალოგი იგივე კომპანიის, იგივე ნივთიერება, უბრალოდ სხვა სახელწოდება. ანუ ჯენერიკი იგივე იყო და აბსოლუტურად GLP-1 აგონისტი, ვიქტოზა დარეგისტრირებული როგორც ანტიდიაბეტური პრეპარატი FDA-ის მიერ და როცა ნახეს, რომ ეს უკვე მერე რაღაცა და უკვე სახელი დაარქვეს ამ ნაკლებებში. ხო, ანუ მარკეტინგული საქსენდა. მარკეტინგული, ესე ვთქვათ, რაღაცა ხრიკი იყო, ხო? ზუსტად იგივე კომპანიამ გამოუშვათ ან, ანუ კომპანიაც კი არ შეცვლილა. და შესაბამისად საქსენდა უკვე FDA-ის მიერ რეგისტრირებული იქნა როგორც კი, სიმსუქნის სამკურნალო. და პლუს ამას იმდენად მაღალი უსაფრთხოებით, რომ 12 წლიდან უკვე ნახეთ, ბავშვობისა 12 წლიდან უკვე 2023 წელს იქნა ჩაშვებული ის როგორც სიმსუქნის სამკურნალო, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბოლო პერიოდში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სამწუხაროდ აი პუბერტატის ასაკში ძალიან მაღალი არის სიმსუქნე, რაც იწვევს უამრავ გართულებებს და ნუ არა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მარტო ცხოვრების ხარისხზე, ხო? შემდგომში ანუ წავიდა ამაზე მუშაობა და შეიქმნა უკვე ეს GLP-1 აგონისტი გახანგრძლივებული მოქმედების, ანუ პროლონგირებული. ამ შემთხვევაში ეს არის ოზემპიკი. ოზემპიკიც ამ შემთხვევაში ნახეთ, ოზემპიკიც დარეგისტრირდა პირველად როგორც ანტიდიაბეტური პრეპარატი. ანუ შაქრის დიაბეტი ტიპი 2-ის საწინააღმდეგო. მაგრამ ოზემპიკივე დარჩა უკვე წონაში კორეგირების ამბავში? თუ არა, ოზემპიკი არა, ოზემპიკ პლუსი არის ეხა, ვეგოვის სახელწოდებით არის, ანუ ესე ქვია, ნახეთ, ვეგოვი ქვია, ზუსტად იგივე მექანიზმი, იგივე კომპანიის, ანუ აი
ვიქტოზა ვისიც არის, იმის არის ოზემპიკიც, ვიქტოზა ვისიც არის, იმის არის საქსენდა, ოზემპიკი ვისიც არის, იმის არის ვეგოვიც. ოკეი, ანუ ერთი არის ყველაფერი. ერთია, უბრალოდ ეს არის მარკეტინგული გათვლა. ეხლა ჩვენთან საქართველოში მაგალითად ვიქტოზა არის დარეგისტრირებული, როგორც ესე ვთქვათ, ოფიციალურად. და ეს ოზემპიკი საქსენდა არ არის. ანუ სიმსუქნის სამკურნალო. ოზემპიკი არ არის დარეგისტრირებული, თუმცა სექტემბერში იქნება უკვე რეგისტრაცია მისი დაწყებული არის უკვე. მაგრამ ოფიციალურად ფორმასის საფუძველზე შეუძლია და ეხა უკვე აი თავიდან როცა შემოვიდა მარტო შავ ბაზარზე იყო შესაძლებელი და ცნობილი ამბავი არის, ხო? მაგრამ ეხა დღესდღეობით უკვე, ხო? არის ფორმასის საფუძველზე შეიძლება უკვე ქსელურ აფთიაქებში ყიდვას, რასაც მე ძალიან მივესალმები. ხო, რატომ? იმიტომ რომ აი სწორედ იმიტომ ატყდა მაშინ ისეთი ამბავი, რომ ყველას ვისთანაც შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა, ხო, ყველას ხელმისაწვდომობა ჰქონდა, რომ შეეძინა ეს ოზემპიკი და ექიმის დანიშნულების გარეშე თვითონვე დაიწყეს, ხო? რამაც გამოიწვია უამრავი გართულება და მე აღმოჩნდა, მე ამბობდნენ უпростоრად იმას, რომ აი ოზემპიკმა ეს გააკეთა, ოზემპიკმა გააკეთა კი ეს, მაგრამ ის ხო არ იყო ჩვენების მიხედვით დანიშნული, ხო? აი ხა ერთადერთი უკუჩვენება, რაც აქვს ოზემპიკს ამ შემთხვევაში, რა დროსაც არ შეიძლება, თუმცა ამასაც ექიმის გადაწყვეტილებას თვითონ ღებულობს, ეს არის არსებობს ესეთი ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება, მედულარული კიბო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 0.2 არის. და ანუ აღრიცხვადი დაავადება არის იმ თვალსაზრისით, რომ სუფთა გენეტიკური, ესე ვთქვათ, ისა ოჯახური ანამნეზია, ხო? ამიტომ თუ ოჯახში არის, ვთქვათ, ხო? ეს იციან. ყველა მიცის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული ნოზოლოგია არის, მოკლედ რა, დაავადება. კარგი, ანუ ესე დავსვათ, შენ პრაქტიკულად იმ კითხვებზე პასუხი ავტომატურ რეჟიმში გაიცი, რაც მე მქონდა მომზადებული, იმიტომ რომ ეს ლოგიკას მიყვა რა, შენი საუბარი და ამ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ, ეს ერთი ვიცი რომ დაუშვებელია, ვთქვათ, მედულარული კიბოს ფარისებრი ჯირკვლის დროს, ასაკობრივი თემა 12 წელი რჩება ისე? რჩება ისე. კარგი. ზედა ასაკობრივი ზღვა, თქვა 50 წლის არის, 60 წლის. სქესი, გენდერული სხვაობა. არ აქვს. ოკეი. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა. აი ძალიან საინტერესო არის, ნახეთ. დღესდღეობით მაგალითად, აი ახლა ივნისში 25 ივნისს გამოქვეყნდა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კვლევა ამასთან დაკავშირებით. ამერიკელების ოზემპიკის უსაფრთხოება კარდიოვასკულარული გართულებების და ნეფროლოგიური გართულებების თვალსაზრისით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობაში. ეხლა შაქრიანი დიაბეტი უსაფრთხოება რა გქხვაო? ხო, ნახეთ, აი ხო რეგისტრირდება პრეპარატი, ხო? მაგალითად შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ხო? დარეგისტრირდა, რომ ის აწესრიგებს შაქრის ციფრებს, დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე, ხო? მაგრამ მერე უკვე მიმდინარეობს კლინიკური კვლევები პაციენტებზე დაკვირვებით, რამდენად, ესე ვთქვათ, უსაფრთხო არის იგივე კარდიოვასკულარული, ანუ გულსიზრახთა სისტემის, კი, გულსიზრახთა სისტემის დაავადებების თვალსაზრისით, თირკმლის მიერი დაავადებების თვალსაზრისით, ეხლა რატო ეს ორი მაგალითად, ხო? იმიტომ რომ შაქრიანი დიაბეტი თვითონ, ესე ვთქვათ, არის გამომწვევი აი ამ ორგანოთა სისტემის, კი, დაავადებების მხრივ. და აღმოჩნდა, რომ არათუ ნეიტრალური და არანაირი ზეგავლენა არ აქვს თითოეულ მათგანზე. არამედ აუმჯობესებს ორივეს მდგომარეობას. მათ შორის მოქმედებს არტერიული ჰიპერტენზიაზე, როგორც დამახმარებელი მარეგულირებელი საშუალება, მათ შორის გულის უკმარისობას ამცირებს დაახლოებით 39%. მედიკამენტების მოხმარებასაც შემცირდება. და კვლევებმა აი ამ 5 წლიანმა კვლევამ 152 კვირა მიმდინარეობდა ეს კვლევა ერთ-ერთი აჩვენა, რომ 38%-ით შეამცირა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში გულსიზრახთა სისტემით გამოწვეული სიკვდილობა. ეს
საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის, ხო? და მეთანხმები ალბათ. აი ძალიან მაღალი მაჩვენებელი არის. სიკვდილობაზე ლაპარაკი. სიკვდილობაზე არის საუბარი, ხო? გულსიზაღთა სისტემის დაავადებების. და დაახლოებით 18%-ით გაუმჯობესდა თირკმლის ფუნქცია. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი პრეპარატი მაგალითად ტაბლეტის სახით შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში, რომელიც 3 წლის წინ კარდიოლოგებმა, ენდოკრინოლოგებს აგვართვეს უხეშად იმდენად კარგად მუშაობდა გულსიზაღთა სისტემაზე, რომ შაქრიანი დიაბეტის გარეშე ნიშნავდნენ arterial hypertension და დღესაც აქტიურად გამოიყენება. ანუ ვისთანაც არ არის შაქრიანი დიაბეტი. ხო, და arterial hypertension ნიშნავენ გულის უკმარისობა ინიშნება ეს. ისევე ხდება ნეფროლოგიაშიც, იგივე პრეპარატზე. რომ აი როგორც ნეფროპროტექტორი, ხო, ინიშნება, ანუ თუ არის რაღაცა თირკმლის დაზიანება გორგლოვანი ფილტრაციის ამ შემთხვევაში, ინიშნება აღნიშნული პრეპარატი, რომ მისი გამოსწორება მოახდინოს. მაშინ, როცა საერთოდ შაქართან არანაირი, ესე ვთქვათ, კავშირი არ აქვს იმ პაციენტს. და იგივე ხდება სამწუხაროდ ახლა უკვე ოზემპიკთან მიმართებაში. ნელ-ნელა მიაქვთ, იმდენად დადებითი ეფექტი აქვს. ამიტომ ნახეთ ნებისმიერ რამეს, მათ შორის საკვებ პროდუქტებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურობაში მოვიხმართ, ხო? აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, იმიტომ რომ უბრალოდ არ შეიძლება ამის გარეშე, ხო? არსებობდეს რაიმე. უბრალოდ თითოეულ მათგანს და მე ძალიან მიყვარს ხოლმე, აი ძველი გამოთქმა არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე, მე-4 საუკუნეში ბერძნების მაგალითად, რომ ყველაფერი სამკურნალოა და ყველაფერი საწამლავია, თავარია ვიცოდეთ დოზები. და მთავარია ვიცოდეთ ჩვენება, ხო? რისთვის ვნიშნავთ დარიშხანი. კი, რა თქმა უნდა. მაგალითად, წლების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალება, მაგრამ მისი შხამია. ესე არის ოზემპიკიც, მოკლედ თვით დანიშვნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას შეიძლება ქონდეს ძალიან ბევრი და უარყოფითი ზეგავლენა, მაგრამ როცა ის არის აუცილებელი ჩვენება დანიშვნის, ხო? ის არის ნიშნულოვანი, რომ იმ კონკრეტულ პაციენტთან დაინიშნოს. და მე როცა დავიწყე ნიშნულის დანიშვნა ვიქტოზის მეორე შემოტევა ტალახის როა იქ. არა უშო, ხო გადაიარეთ. გადავიტანეთ, იმიტომ რომ ნუ რეალურად ჯერთი არ მეშინია რა გარკვეული ექსპერიმენტების ექსპერიმენტებში იგულისხმება კვლევებს, რა თქმა უნდა კვლევებს, თორე ახლა ის რომ ვიღაცა პრეპარატი შემოიტანა და მოდი მოვსინჯო ადამიანზე კი არა, ეს კვლევების საფუძველზე ხდება, რა თქმა უნდა, ჩემს უკან უამრავი მტკიცებულება არის, მე რის გამო ვაკეთებ ამას, ხო? და ძალიან ბევრი პაციენტი მოსულა. ძალიან ბევრი პაციენტი, აი მაშინ როცა დაიწყო და აგორდა აღნიშნული თემა, იქიდან გამომდინარე რომ რატომღაც მე უფრო ხშირად ვნიშნავდი თუ მე დავიწყე თუ ასე შემდეგ რაღაცნაირად ყველა სატელევიზიო სივრცეში თუ სოციალურ ქსელში თუ ასე შემდეგ ჩემ გვართან ასოცირდებოდა ხოლმე. აი რომ მოდიოდნენ პაციენტები და ზოგადად ხვდები ხოლმე აი პაციენტი რომ შემოდის ის რისი მარკეტინგია რა უნდა შემდეგ რომ ხდებოდნენ უკვე ვიცოდი რომ აი ეს კონკრეტული ადამიანი იყო მოსული იმისთვის, რომ სადღაც სოციალურ ქსელში ნახა მოკლედ სიუჟეტი ოზემპიკთან დაკავშირებით და მოვიდა რომ დაუნიშნო ოზემპიკი. მაგრამ ესე არ ხდება ახლა, მინდა და უბრალოდ დამინიშნე არ ხდება ესე რა. უამრავი ადამიანი წასულა ჩემი კაბინეტიდან. კი, ჩემი მეგობარი აიხა ზუსტად 2 კვირის წინ ვაქცინირდა. კი, რომელიც მოვიდა განზრახვით და წავიდა აბსოლუტურად სხვა დანიშნულებით, იმიტომ რომ როდესაც ესე ვთქვათ პრობლემა არსებობს, ხო, სიმსუქნე არ არის მარტივი პრობლემა, ახლა ხო და მეთანხმები ახლა მაგაშიც ესეც სulis ძალიან ფსიქოემოციურ სტატუსს, რაღაცა დამღლელი არის, სტრესის მომტანი არის და ასე შემდეგ, მაგრამ როცა აი ყველაფერს დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნი პაციენტს, რომ აი ეს ამიტომ უნდა გავაკეთოთ, ამიტომ რომ მოწესრიგდეს ეს და ასე შემდეგ, მაგრამ ის მოყვება რა ამაში, იმიტომ რომ ეხა თვითონაც მოსული არის იმ რწმენით, რომ შენ უშველი, მაგრამ მე შენ რა ფორმით უშველი უკვე, ანუ შენ მოყვება ის, იმიტომ რომ უკვე შენი
ხო ჯერა და ნდობა აქვს და ეხლა ზუსტად იცის რომ ეხლა მე მას ოზემპიქს დავუნიშნავ თუ ვურჩევ აბსოლუტურად სხვა რამეს ხო დ-ვიტამინის ნორმის ხო ამ შემთხვევაში მე მასთან ანუ შედეგის მიღება მინდა და ამიტომ თუ მინდა შედეგის მიღება ვთქვათ მაშინ გამოვიყენებ ოზემპიქს თუ მისთვის საჭიროა ხო მაგრამ თუ სხვა რამეს ვუნიშნავ და მე არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ ეს სხვა რაღაცა მოუხდება ამას და მარტო მაგალითად ოზემპიკი უნდა დამენიშნათ და იმის გარდა არაფერი არ მოუხდება რა თქმა უნდა ეს ამიტომ უყვარხარ შენ პაციენტებს რა ეგ არის ზუსტად ის რაც ექიმის საფუძველია არ ვიცი რამდენად უყვარა ხა ჩემ მეგობარი მეუბნებოდა სხვათა შორის ამის რომ აი როგორ შეიძლებაო ეხლა რო უსმენს ხოლმე ხო აი ზოგჯერ რეკავს პაციენტი რაღაცა ან სადღაც შეხვდა და აი ხო აი ერთად ვართ და რაღაცა ესა აი როგორ შეიძლებაო შენ პაციენტს უყვარდეო ველაზე სასიამოვნო რაღაცას უკრძალა მაგაგზავნე ლაშა მე მაქვს იმედი დღეს აი დრო ძალიან მალე გავიდე ჩვენ 1 საათია ამბოვში ვარ და პირველში მადლობა იმიტომ შენთან აღნიშნავ ყოველთვის ვიტყვი ამას საუბარი და მაყურებლისთვისაც ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იმიტომ პროფესიონალიზმი არაფერი მეტი გარდა იმისა რომ პროფესიონალისგან მიღებული ინფორმაცია არის სწორედ საინტერესო და გამოცდილებაზეა ეს დაყრდნობილი სხვა შორის რაც გაქვს მიხედავთ იმისა რომ ახალგაზრდა ხარ ამ სფეროსთვის უდიდესი გამოცდილება გაქვს დაგროვილი არ არის ხო არ არის და საერთაშორისო გამოცდილება არის აქ მნიშვნელოვანი ხო ეგეც ძალიან გავიარეთ ლაშა ჰიპერჰიდროზი და ძალიან კონკრეტულად ოზემპიქზე შეიძლება ისაუბრო კიდე უამრავი ჩავშალოთ ეს და რაღაცა გავშალოთ თემს მაგრამ ამ ფორმატში მოდი არ ვქნათ ეს და მოდი ცალკე გავაკეთებ მე გადაცემას დიდი სიამოვნებით თუ შენ დამთავრდება აი კონკრეტულად 1 საათი დაუთმოთ მოშნათ აი ვილაპარაკოთ ზონაში კლებაზე თემები ტენდენციები მითები ვინ როგორ ინგრევს ორგანიზმში და ტოპ დიეტებიც არსებობს ტოპ დიეტები ხო ხუთეული ტოპათეული ო იმის სახელობის ამის სახელობის ძალიან დიდი მადლობა რა მადლობა წარმატებების შენ და ყველა შენ პაციენტს ვინც შენთან იმედიანად მოდის და ზოგიერთ დღეში ვარით მაგრამ სწორი მიმართულებით უშვებთ ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი გამოიწერეთ ჩვენი არხი და ძალიან კარგ სტუმრებს შემოგთავაზებთ ყოველთვის დღეს ლაშა უჩავასთან მქონდა საუბრები ოზემპიქზე ჭარბოფლიანობაზე დავამთავრეთ ასე რომ დროებით